მოგესალმებათ შაბათის მებაღე. დღეს არის 2 მაისი. მაისი დაიწყო. ჩემთან როგორც ხედავთ, იგვიანებს ყველაფერი. ისევ ყვავილში მაქვს ხეხილი, ამჯერად გაჩვენებთ ვაშლს და მსხალს. ამ ვიდეოში მოგიყვებით ნაცრის გამოყენებაზე მცენარეებთან, ვარდების წამლობაზე შავლაქიანობის შესახებ, მცენარეების გადარგვაზე, გაყოფაზე, რადგან ეს პერიოდი მნიშვნელოვანია. და დარჩით ამ ვიდეოში, უყურეთ ბოლომდე, იმედია ბევრ საინტერესოს გაიგებთ. წინა ვიდეოში შეგპირდით, რომ მოგიყვებოდით ნაცრის შესახებ, მისი სასარგებლო თვისებების შესახებ. ეხლა არის პერიოდი, როდესაც ჩვენი ვარდები ცოტა ხანში დაიწყებენ ყვავილობას, ცოტა ხანში რა, ჩემთან ერთოში. სავარაუდოდ. მაგრამ ამისთვის უნდა მოვამზადო მე ვარდები. თუ ადრეულ გაზაფხულზე მე შევიტანე აზოტიანი საკვები და არა მარტო, მე შევიტანე MPK 18, რომელიც შეიცავს ნატრიუმს, კალიუმს და ფოსფორს. ეხლა მე ამ წვიმების გამო ვერ ვწამლავ სოკოზე, წვიმებში ვიცით, რომ სოკო მრავლდება ვარდებს, ამიტომ ნაცარს გამოვიყენებ როგორც ფუნგიციდი. ეხლა ახლა ხანს მოწვიმა. დღია, დღისით არასოდეს ამ პროცედურას არ ვშვები ხოლმე, გაითვალისწინეთ, მზე არ უნდა მოხდეს. სრულიად ღრუბლებში ვარ. ღრუბლებშიაცა, მზე არც საიდან არ აპირებს გამოჭყეტვას. ასე რომ მე თამამად მოვაყრი ვარდებს ფოთლებზე, ეს არის მისი, თქვათ, სოკოებისგან დაცვა, აგრეთვე ვიხმარ ვაზთანაც და რატომ ამ ორ მცენარესთან მხოლოდ. იმიტომ რომ ეს ნიადაგს ატუტიას ხდის. ანუ ამ დრომდე ამ მცენარეებს ჩემთან უკვე უნდა შეეთვისებინათ აზოტი, რომელიც მე მივეცი. ეხლა უნდა დავეხმარო, რომ ყვავილიდან ნაყოფი გამოიღოს, გაძლიერდეს. ანუ ამაში ნაცარში არის კალიუმი და კალციუმი, უფრო მეტი. კალციუმს აქვს ზუსტად ფუნგიციდური თვისება და კალიუმი ხელს უწყობს ყვავილობას და ნაყოფის ჩამოყალიბებას. თუ გახსოვთ, მე ლოკოკინების წინააღმდეგ ხმარობ კვერცხის ნაჭუჭს, რომელიც კალციუმს შეიცავს. არ შემაქვს ქიმიკატები, მაინც ვცდილობ რამდენადაც შესაძლებელია მცენარებს არ ვუმკურნალო, ლოკოკინების წინააღმდეგ შხამები არ დავყარო, ჰერბიციდები არ ვიხმარო, რამდენადაც შემიძლია. თუმცა თუ მეტი გზა არ არის, რა თქმა უნდა ვიხმარო, თუ გაუჩნდა მცენარეს მაშინ ვხმარობ და ერთხელ პროფილაქტიკის გამო გაზაფხულზე და გვიან შემოდგომაზე კიდევ თქვათ, რომ გამოზამთრების არ გამოიზამთრონ მცენარეებში რამე დაავადებებმა ან მავნე მწერებმა. მოკედ ეს ამაქვს პროცედურა. თუ არ მოითხოვს მცენარე, არ ვაკეთებ, არაფერს არ ვწამლობ. შემდეგ, ესე იგი, მოგიყევით ნაცარი შეიცავს კალიუმს და კალციუმს. ვაფრქვევ, რადგან გამოსავალი არ მაქვს, ეხლა ამდენი წვიმების გამო სოკოვან დაავადებებს აუცილებლად გამრავლდებიან სოკოები და აიკიდებენ ვარდები. მარტო ვარდთან და ვაზთან რატო ვხმარობ. ვარდი და ვაზი არ ითხოვს მჟავე ნიადაგს, პირიქით, ტუტე ნიადაგი მოსწონთ. აი მე ვარდებთანაც კი ჩარგული მაქვს ლავანდები, როზმარინები, შალფეი, ვერონიკა, ზამბახი, რომელიც აგრეთვე არ ითხოვს მჟავე ნიადაგს. არავითარ შემთხვევაში არ მივურგავ ვარდს, მე მაგალითად ჰორტენზიას, ხომ?
შესაბამისად მე იქ თამამად შემიძლია ვიხმარო ნაცარი, რომელიც მიწას გამიხდის ტუტეს. მაგრამ ვიხმაროთ გონიერად, ძალიან ცოტა რაოდენობით მოფრქვევით. თუ ნაცარი გვაქვს ცოტა, არის კიდევ ერთი ხერხი. ხო არის რომ მე მაგალითად ბუხარი არ მაქვს და მძლის დავწვი ეს ნარჩენები ბაღის. 1 ლიტრიანი ქილაში ჩაყარეთ ნაცარი, გახსენით 10 ლიტრა წყალში, 1 სათლში. რამოდენიმე დღე დააყენეთ, შეძლების დაგვარად ურიეთ, გამოვა ნაცრის ნაყენი და ეს შეგიძლიათ მოასხათ ფესვებთან მცენარეს. გაითვალისწინეთ მცენარის ფესვი, როგორც წესი გადის ძირითადი ტოტიდან შემწოვი ფესვები არის მცენარის ვარჯის, აი ზემოთ რო შეხედოთ რამ ხელაც არის ხო მცენარე, იმის გარშემო, იმის პერიმეტრზე აქვს შემწოვი ფესვები, საიდანაც იღებს საკვებს. სულ ეს არის რაც მინდოდა მეთქვა ნაცარზე. ბალახზეც მოგიყევით, თანდათან მოგიყვებით, აი ბიოლოგიურად როგორ მოუაროთ ბაღს, შეძლების დაგვარად, მაგრამ არაფანატიკურად, ბიოლოგიურად მოვლას უნდა ყოველკვირეული, ყოველდღიური გადაყოლა. მე ვთვლი რომ ყვავილნარებში ეს ზედმეტია, თუმცა იმ ხეხილთან, კენკრასთან ბოსტანში სასურველია ბიოლოგიურად ვაწარმოოთ, რადგან იმით ვიკვებებით. მაშასე სველია ხედავთ ხომ ტოტები ცრის, წვიმს, ოდნავ ცრის. დიდად არ ჩამომირეცხავს, მზი არ არის რომ დაწვას, ოდნავ მოვაპნევ და ძირში დავუყრი. როგორც ხედავთ, ბევრს არ ვშვები. მინდა შეხედოთ ბლის ხეს. აი რას ვამბობდი, როდესაც ყვებოდი ხეხილის გასხვლაზე ერთ-ერთ ვიდეოში. ბალი ისხამს არა წინა წლის ტოტზე, არამედ მეორე წლიდან. და თან ბალს არ უყვარს ზამთრის ხლა, თებერვალი მარტის ხლა. არამედ იმიტომ რომ აი არ არის მდგრადი, მანილიოზი უჩნდება, დაავადებებს იკიდებს. მე თუ გინახავთ ესეთი ქარვისფერი გამონადენი აქვს ხოლმე კიდე. მაშასე მე ვტოვებ ბალს, არ ვსხლავ, თუ მადამაინც რამე არ დამჭირდა ერთი დიდი ტოტის ამოჭრა, იმასაც დავამუშავებ ხოლმე. აი ზედა ტოტებს ზაფხულში უბრალოდ წამონაზარდები რაც ექნება ამ წლის დავამოკლებ, როგორც ესენი მაქვს დამოკლებული. ჭრას გავაკეთებ იმ სისქის ტოტზე, რომელიც არ იქნება ფანქარზე დიდი. აი მაგალითად, აი ესეთ ტოტზე. მაქსიმალურად შევეცდები, რომ არ გამივარდეს ბლისხე ძალიან მაღლა. თუმცა ვიცი, რომ ეს მაინც თავისას იზამს, იმიტომ წლიდან წლამდე უსქელდება ტოტები, რაც არ უნდა ვსხლავ, ბოლომდე ვერ სხლავ. ვერ შევინარჩუნებ ერთ სიმაღლეს. თუმცა სანამდე შევძლებ, როდემდე შევძლებ,
ამას გავაკეთებ ზევით მაინც არავინ ადის ბლის საკრეფად. გაზაფხულია, წვიმს. ეს გვეხმარება ჩვენ, რომ ეხლა ჩავრგოთ მცენარეები, თუ ადგილი შეცვლა გვინდა გადავრგათ, ოღონდ ყველა არა გაითვალისწინეთ. ბოლქოვა მცენარეებს მოერიდეთ. მცენარეებს, აი ვთქვათ, ლილეინიკები, ლილიები გადარგვა არასასურველია. ჩარგვა კი. და გაყოფა. იყურეთ, ამ დროს, ვთქვათ, ბუნება გვიშლის კიდევაც ხელს, რომ შევწამლოთ მცენარეები და სოკოებს აჩენს ამ წვიმების გამო და გვიწყობს კიდევაც ხელს, რომ მე ვთქვათ, ბევრი ჩარგვები როგორ არ ვირბინოთ მოსარწყავად. აი აქ მაქვს მე ხოსტა, ირლანდიული ხავსი, მინდა ეს დავფარო ეს ადგილი. ეს ამ მდგომარეობაში, როცა ხოსტა მცხვირები ამოყო და მის პერიმეტრს კარგად ხედავთ, შეგვიძლია თამამად პერიმეტრის გარშემო ცოტა განზე ავიღოთ. პერიმეტრიდან, რასაც ხედავთ, სადღაც 5 სანტიმეტრი მაინც რა. და თლიანად შევეცადოთ, ამოვიღოთ. ამას არა აქვს ღრმა ფესთა სისტემა, ზედაპირული ფესთა სისტემა აქვს, თუმცა აი რამდენიც ზემოთ არის, 1/9 იმდენი ქვემოთ იქნება და ეცადეთ რომ თლიანად ამოიღოთ. ამოიღებთ ბარბაროსულად გადაჭერით, ისე რომ ვთქვათ, რამდენ ნაწილადაც გინდათ, რომ შეეცადეთ ცხვირები არ დააზიანოთ და გადარგეთ იქ, სადაც თქვენ გნებავთ. ხოსტას უყვარს ჩრდილი, არ უყვარს მზე, იწვის მზეზე. და რა მინდა კიდე გითხრათ, აი ამ მდგომარეობაში ხოსტა უკვე რთული გადასატანია, შეიძლება ფოთლები დავაზიანოთ. არასასურველია, თუმცა შესაძლებელი. ეხლა ეს ჩემთვის პატარაა ეს ხოსტა, გასამრავლებლად, გასაყოფად. უფრო სასურველია აი ამ ხელები, თუმცა მე წელს ამას არ ვაპირებ. შესაბამისად თქვენც ვერ გაჩვენებთ, მაგრამ სადეთ ძალიან ადვილი, არაფერი არ მოუვა. მინდა მაგნიუმის სულფატი შევიტანო, ანუ მოვასხურო ვარდებს. საერთოდ ფესვთან შეტანაც შეიძლება, მაგრამ აქვს ცოტა რაოდენობით ეს ერთხმარებაზე მეყოფა. მაგნიუმის სულფატი მნიშვნელოვანია ვარდებისთვის იმით, რომ შავლაქიანობას ებრძვის. ეს ვარდის სოკოვანი დაავადება ჩნდება შავი ლაქების სახით, თითქმის ყველა ვარდზე გამონაკლისის გარეშე რაც უნდა ეწეროს, რომ მდგრადია ვარდი ნებისმიერი დაავადებების მიმართ, ერთი ვარდი მაინც არ გვაქვს ჩვენ ეზოში. სადღაც მე-4 წლიდან ყველა ვარდი იწყებს, რაც უფრო ბერდება ამ დაავადებით ავადმყოფობას და შესაბამისად ჩვენ უნდა ვუმკურნალოთ. ისი შეგვიძლია არც ვუმკურნალოთ, იმიტომ რომ ეს ყოველთვის ჩნდება შემოდგომის პირზე უკვე. სადღაც სექტემბრის ბოლოსკენ, ყოველ შემთხვევაში ჩემ ბაღში. და ფაქტიურად არ უშლის არც ყვავილობას, არაფერს, მაინც ვწამლობთ მცენარეს ზამთრის წინ სოკოზე, 60%-იანი ბორდოთი, ფაქტიურად ვკლავთ ყველა ბაქტერიას, სანამ ზამთარზე გავა. მაგრამ ერთ-ერთი ბრიტანელი ძალიან ცნობილი, უბრალოდ აღარ მახსოვს სახელი, მე ვარდისგან გავიგე, რომ მაგნიუმის სულფატს თუ მივცემთ ვარდებს აპრილში, მაისში, ივნისში, ანუ მხოლოდ 3-ჯერ, მაშინ თავს ავარიდებთ შავლაქიანობას და მე ამას ნამდვილად ვეცდები გავაკეთო. წელს აპრილი დაგვიანდა, ჩემთან სუქარია, სუწვიმს, ანუ ქარში ხო ვიცით არ შეიძლება შეწამლა, თუ წვიმა არის მოსალოდნელი,
სადღაც 8-12 საათში, ესაც არ არის სასურველი, ეს 8-12 საათი გააჩნია რა პრეპარაცია საუბარი. დღეს ღრუბლიანი ამინდია, საერთოდ ამას მე დღისით წამლობას არაფერს არ ვუკეთებ, რომ არ დავწვა მცენარეები თუ მზიანი ამინდია და გინდაც არ იყოს მზიანი ამინდი, ვუფრთხილდები ფუტკრებს, მწერებს, რომლებიც ხეხილს მიმტვერიანებს, მაგრამ მეტი გამოსავალი არ არის, აპრილი გავიდა, მაისი დაიწყო, მე ეს პრეპარატი უკვე უნდა მივცე და შესაბამისად დღეს მივიღე გადაწყვეტილება, რადგან ღრუბლიანი ადგილია და oi საოცრება ქარი არ არის, ოდნავნიავია. მე ვარდებს ამას შევასხურებ. ამჯერად შესხურებით ეს არის 20 გრამიანი, მე ვიხმარ ნახევარს 10 გრამს 10 ლიტრაზე. შესხურების დროს არ გჭირდება კონცენტრირებული. საერთოდ ისე თქვა თუ ფესვებთან ვუსხამთ, მაშინ ორჯერ მეტი აიღეთ გახსნილი 10 ლიტრა წყალში დასასხამად. ამას გავაკეთებ დღეს, იმედი არ გჭირდებათ იმის ჩვენება, როგორ ხდება შესხურება, უნდა სპრეი გავაკეთოთ აუცილებლად ძალიან წვრილი, ესეთი როგორ გითხრათ, ნისლივით ჯობია, რომ მეტად შეითვისოს მცენარემ. მე სადღაც ეხლა არის 12 საათი და სადღაც 9 საათისთვის პროგნოზით წვიმა მაქვს. იმედია ეს პერიოდი ეყოფა მცენარეს ათვისებაში. უბრალოდ მართლა მეტი გამოსავალი არ მაქვს და უნდა გავაკეთო. ეს არის ცისფერი ვერონიკა სპიკატა. მინდა თავები დავუმოკლო, ჩელსი ჩოპი გავუკეთო, დაიგვიანებს ყვავილობაში, როგორც ვიცით ამის შემდეგ, მაგრამ ეს ნაკლებად მადარდებს. ვარდისფერისგან განსხვავებით რატომღაც ერთი და იგივე სახეობა ეს იჩეხება. ამიტომ მე ამას დავამოკლებ, თან ვარდებთან მჭირდება რომ ცისფერი ფერი ხო იცით უხდება ვარდებს რაღაც ესეთი ცისფერი ბორდიურივით მინდა დავუმატო იმ პერიოდში, როდესაც ლავანდა შეწყვიტავს ყვავილობას, უბრალოდ იქ ლავანდულა მაქვს შეწყვეტს ყვავილობას. ეს მუდმივად ყვავილობს და ყვავილებს ვარდებს, რომელთაც განმეორებითი ყვავილობა დაეწყებათ. ამ დროს ვერონიკა დამეხმარება. ესე იგი ვაჭრი ახლოს, აი რომ გაჩვენოთ რამესთან, ამ შემთხვევაში ფოთოლთან. როგორც ყოველთვის ქვედა ფოთლებს მოვაცლი, ზრდის წერტილს ამოვაჭრი. ანუ უყურეთ, აი ამ ქვედა ფოთლებს მოვაცლი. აი სად მაქვს გადაჭრილი. რაც ფოთოლი იყო, იმის ქვემოთ ოდნავ. ზრდის აი ცოტა დავამოკლე ფოთლებს რატო ვაცლით, იცით მეტი აორთქლება აქვს და სითხე ჭირდება ამ დროს მცენარეს. ზრდის წერტილს წავაკვნიტავ და აი ესე ირიბად ჩავდებ მიწაში. იცით ფოთლებსაც ცოტა ამას ესე დავუმოკლებ. აი ეს არის კალამი ვერონიკასგან. სულ ეს დავტოვე. აი ესეთ პირველ ფოთლამდე ჩავარჭობ მიწაში. ირიბად. ხე გავაგრძელებ თქვენოთ. აი რა დამჭა ვერონიკასგან. ყველას თავები წავაკვნიტე. ამით მე გვერდითი კვირტებიდან გამოვიწვევ ახალი კვირტების გახსნის, ახალი გვერდითი კვირტების გახსნის პროვოცირება გავაკეთე. ბუჩქი ანუ მეტად დაიბუჩქება, მეტი ყლორტი ექნება, უფრო კომპაქტური იქნება. დაბუჩქვა მინდა აგრეთვე ვერბენა ბანარიულის, ამას აღარ გაჩვენებთ, იგივე მეთოდია. ანუ თუ რამის დაბუჩქვა გინდათ მეტად და რომ მცენარე რომელიც ესე წვება, ჯობს გაუკეთოთ ესე თავები წააკვნიტოთ.
ეხლა დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე, მომავალ ვიდეოებამდე.